თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. ლევან იზორიას განცხადებით თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სამხედრო განათლების პარალელურად მრავალმხრივი ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობასაც თავაზობს. თითოეულ სამხედროს ექნება შესაძლებლობა უფრო მეტად გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, განსაკუთრებით სამხედრო ისტორიას და ვაყალიბებთ ძალიან კარგ ტრადიციას და კარგ ფორმატებს ურთიერთთანამშრომლობისთვის, რათა მოვიწვიოთ ქართველი მწერლები, ისტორიკოსები და გქონდეს დისკუსიის რეჟიმი. ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიცავენ ფიზიკურად, მათ შორის იცავენ იმ საგანძურსაც, რაც ამ წიგნების სახით არის წარმოდგენილი და შესაბამისად ბუნებრივიც არის, რომ ჩვენი მხრივ ერთი თვალსაზრისით იყო პატივისცემის ჟესტი, მაგრამ მეორე მხრივ მე დარწმუნებულია, რომ ისინი ბევრს წაიკითხავენ.